დღეს ორშაბათია და ეთერშია სპორტი გიორგი ზურაბაშვილთან ერთად. დღეს ძალიან ბევრი საინტერესო თემა გვექნება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სარაგბო არჩევნები, რომელიც ძალიან მოახლოებულია 24 იანვარს გადაწყდება თუ ვინ იქნება რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი და დღეს ჩემთან სწორედ კანდიდატები იქნებიან სტუმრად, თუმცა მანამდე თავიდანვე აუცილებლად შეგახსენებთ, რომ ხმამიცეთ ზაზა ფაჩულიას, რომელიც იბრძვის All-Star-ში მოსახვედრად, ხვალდილით ვადა იწურება, ასე ვთქვათ, ხმის მიცემის და დღეს აუცილებლად არ დაგეზაროთ და მიეცით ხმა. ყველაზე მარტივი საშუალება არის, რომ Facebook-ზე, Twitter-ზე, სოციალურ ქსელებში, Instagram-ზეც ჩაწეროთ #NBA-vote, გამოტოვება და ზაზა ფაჩულია. ეს სტატუსი აუცილებლად უნდა იყოს public, ამასაც მიაქციეთ ყურადღება. ახლა კი გადმოვინაცვლოთ დღევანდელი გადაცემის მთავარ თემაზე. დღეს ჩემთან სტუმრად იქნებიან რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატები, ილია ზედგენიძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რომელსაც 66 კეპი აქვს მოხვეჭილი საქართველოს ნაკრებში და ბაჭო სვანიძე, რომელიც გახლავთ 2004 წლიდან ბაჭო სვანიძე, რა თქმა უნდა, რომელიც გახლავთ 2004 წლიდან რაგბის კავშირის გამგეობის ხელმძღვანელი, გამგეობის თავმჯდომარე. დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. პირველ რიგში თავიდანვე მინდეთ, რომ წარმატებები გისურვოთ მოახლოებულ არჩევნებში და პირველი შეკითხვა ასეთი მექნება. წინა დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული იყო, ჩვენ გვახსოვს მაშინ ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგენ ირაკლი აბუსერიძე და გიანი ჟარაძე და ამ დაძაბულობის განსამუხტად, ასე ვთქვათ, შემდეგ ორივე კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა. დღეს თქვენ პრაქტიკულად იგივე გუნდებს წარმოადგენთ, თუმცა სხვა სახეები ხართ და დღეს რამდენად არის ეს დაძაბულობა და რამდენად, ასე ვთქვათ, კარგად მიმდინარეობს ეს წინა საარჩევნო გარემო, ილო თქვენგან დავიწყებთ. მოგესალმებით პირველ რიგში. მეც შეუერთები ამ კამპანიას ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერს და ყველას მოგიწოდებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. რაც შეეხება თქვენს მიერ წამოჭრილ თემას, ირაკლიმ და გიამ გადადგეს ის ნაბიჯი, რომ ეს დაძაბულობა მოხსნილი იყო, მოიხსნა ეს დაძაბულობა. დღევანდელი სიტუაცია არის ჩემის აზრით გამარჯვება, რაგბის გამარჯვება, როგორც მიმდინარეობს წინა საარჩევნო კამპანია, ეს არის უდაოდ რაგბის გამარჯვება, ეს დაძაბულობა არის მოხსნილი და დიდ კმაყოფილებას გამოთქვა ამასთან დაკავშირებით. თქვენ რა სიტყვით? ძნელი არ შეუერთდი ასეთ სწორ შეფასებას. პირველ რიგში მეც მოგესალმებით. ფაჩულიას მე პირადადაც შემხარს და სხვასაც ვწოდებ. ნამდვილად არანაირი დაძაბულობა, რაც შეიძლება გაცდეს წმინდა საარჩევნო პროცესის თავისთავად არსებულ დაძაბულობასაც არ არსებობს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნები ჩატარდება სწორად ისე, როგორც ეს ეკადრება რაგბს საერთოდ. ანუ ჩარევებზე და ამგვარ რაღაცებზე ლაპარაკი აღარ არის და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. გოჩი, თქვენთან მექნება ასეთ შეკითხვა, თქვენ 2004 წლიდან გამგეობის თავმჯდომარე ხართ და მაყურებელს რომ განუმარტოთ, როგორ ხდება რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევა, როგორ ნაწილდება ხმები, ვის რამდენი ხმა აქვს და როგორ არის, ასე ვთქვათ, ეს სისტემა, როგორ უფრო დეტალურად სამესაო. ჩვენ მე მინდა ერთი პატარა ის თქვა, იმიტომ რომ სულ მიწევს კი არ მიწევს, მაგრამ რაღაც მკითხულობ სოციალურ ქსელებში და რაღაცებს და არის თითქოს არჩევანი მორაგბესა და იმას შორის, რა ქვია, სამოქალაქო პირს შორის. 94 წლამდე ჩემი ასაკიდან გამომდინარე არ მომიწია ილოსთან ერთად თამაში სამწუხაროდ და ჩემ და სამწუხაროდ არც ნაკრების წევრი არ ყოფილი ვარ, თუმცა 13 წელი ვითამაშე რაგბი, იმიტომ რომ ჩემთვის საამაყოა პირიქით საქართველოს ნაკრების ერთხელაც რო ჩამეცო ცხოვრებაში მისი კვარტი, ჩემ დროს არ იყო და ბოლოს შეიქმნა ზიმბაბვესთან როცა ითამაშეს, არ ვიყავი ხირსი და იმ ნაკრებში მე არ მოხვდი, მაგრამ არა ვარ შორიდან მოსული აქ. რაც შეეხება გამგეობის კი არა, რაც შეეხება წესდებას ჩვენსაც, რომელიც 98 წლიდან არსებობს, ის თავის დროზე ჩემი და არა მარტო ჩემი რა შექმნილია იურიდიულად ჩემი გამართულია, ოღონდ შექმნილი არის ამდენიმე კაცის მონაწილეობით რაგბის კავშირის. ფიქრობ, რომ ეს დამერწმუნება ყველა ვინც მეტნაკლებად ჩახიდული არის სპორტში, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც 17 წელი იარსება და მე მგონი 17 კიდე შეიძლება იარსებოს, უბრალოდ თავისთავად სრულებას მოითხოვს. რაგბის კავშირის წევრობა არ არის დამოკიდებული ვინმეს სურვილზე. ეს პირველი მონოპოლარი, რომ სუბიექტივიზმი არ არის, რომ გავაწევრიანო და ხმის უფლება მივცეთ თუ არა. ხა ძალიან შორს არ წავალ და დროს არ წაგართმევთ, რომ დეტალებზე ვისაუბრებ, მაგრამ ვის აქვს ხმის უფლება ეს ხმის უფლება აქვს ყველა კლუბს. ყველა გუნდს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობს. თუ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას გუნდმა ვარ ითქვა, ეს ნიშნავს, რომ ის ტოვებს საქართველოს რაგბის კავშირს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს არ შეუძლია გაწევრიანება. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ხმებს, ყველა კლუბს აქვს ერთი ხმა
მაგრამ პრემიალური ხმები არის, იმიტომ რომ ჩვენ თავის დროზე როდესაც ამ წესდებას ვქმნით, წავედით იმ პოლიტიკით, რომ საქართველოში უნდა განვითარებულიყო კლუბები. 90-იან წლებში ეს იყო ძალიან ცოტა რაოდენობით. მე დიდი წვეთა იყო, მე ვიტყვი აი ომის პერიოდში 92-13 წლების მოვლენების იცით საშინაო და საგარეო დაძაბულობები და ამ პერიოდში მოხდა ისეთ რომ ადრე არსებული სისტემა, ეგრეთ წოდებული საბჭოთა სისტემა, რაც იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში, ის ნელ-ნელა თავისთავად მოიშალა, ახალი არ იყო შექმნილი და კლუბების რაოდენობას კატასტროფულად შემცირდა ერთი პერიოდი. ამის გამო ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი, რომ წახალისებული იყო ის კლუბები, რომელიც ვერტიკალურ მუშაობას გააგრძელებდნენ, ანუ მეორე გუნდი ეყოლებოდა ბავშვთა გუნდი და ასე შემდეგ და ამის მიხედვით ხდებოდა ხმების განაწილება. დღეს გამგეობა ხმებს არ ანაწილებს, ისევე როგორც მაშინ არ ანაწილებდა. არის ხმების განაწილების სკალა ძალიან მარტივი ფორმულა და გამგეობა ამტკიცებს უბრალოდ მისი გაანგარიშების სისტემას. სწორედ ამის გამო აი ეს ბოლო 17 წლის განმავლობაში არავის არ დაბადია შეკითხვა რომ ან პრეტენზია რომ რატომ ამდენი ყველაფერი არის ობიექტურად რა. ელია, თქვენთან მექნება ასეთი შეკითხვა. ზოგადად ფედერაციის წინა ფედერაციის მუშაობა წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ სანაკრებო დონეზე რეალურად წარმატება ჰქონდა და პროგრამა მინიმუმი ასე ვთქვათ შესრულდა ამ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზეც, ასევე რაგბის პოპულარიზაციაც საკმაოდ გაიზარდა. თქვენი აზრით, ანუ რა იყო ცუდი მხარე წინა ფედერაციის მუშაობის, აი რამენაირად, რასაც გააკრიტიკებდით და რაგბის კავშირის, რა თქმა უნდა, რაც აი არ მოგწონთ და რაც საკრიტიკეთ. იცით, უდაოდ წარმატებული იყო სანაკრებო გამოსვლა, აი ამაზე არაერთხელ მისაუბრია, ორი გამარჯვების მოპოვება მსოფლიო თასზე არის ძალიან დიდი მიღწევა. არ უნდა დაუკარგოთ არანაირად რაგბის კავშირს, გიანი ჟარაძის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა გიანი ჟარაძეს, იმიტომ რომ ბრწყინვალე მუშაობა ჩაატარა და მნიშვნელოვნად წინ წაიწია საერთოდ სარაგბო საქმე. ერთი ექსკურსია შეიძლება ისტორიული ექსკურსივით იყოს, ნუ ეს დამსახურება არ უნდა დაუკარგოთ ასევე სხვებსაც და ჩემის აზრით აი აქ რაღაც ძირეული მომენტი არის ამის შეფასებისთვის, იცით, აი უშუალოდ სანაკრებო თემას რო დაუბრუნდე, ნაკრების წარმატება ну, რა თქმა უნდა, თავიდან როცა ჩაეყარა საფუძველი ქართულ რაგბს, ეს იყო 50-იანი წლების ბოლოს, ალბათ არ ჩავთვლით იქ ფოთში ჩამოსულ ინგლისელ მეზღვაურებს მე-20 საუკუნის დასაწყისში, რეალურად 50-იანი წლების ბოლოდან დაიწყო რაგბის განვითარება და ყველამ ვინც დადო თითო აგურით აშენდა ეს რაგბის პირამიდას ამ ბოლო დროს ხშირად ხმარობდა მომწონს კიდევაც. ახლა ეს წვერი არის ამ პირამიდის ეროვნული ნაკრები და ძალიან კარგი და სიმბოლური არის ეს. ყველა ვინც დადო ეს თითო აგურით, ვინც ააშენა, არის შემოქმედი ამ ეროვნული ნაკრების წარმატებისა რა. მათ შორის ეს ბოლო 8 წლიანი პერიოდის დროს არსებული გამგეობა, მაგრამ აი ჩემის აზრით, მაინც აი ამას ადრეც გამისვია ამაზე ხაზი, ძირითადი ორი მიმართულება იყო, რომელიც იყო განპირობებელი ეროვნული ნაკრების წარმატებისა რა. ეს ჩემის აზრით იყო გადაწყვეტილება 90-იანი წლების ბოლოს, ეს არის ბიძინა გეგიძის დროინდელი რაგბის კავშირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მაშინ პირობებზე აი ხა წყალბურთზე გქონდა სანამ დავიწყებდით საუბარს, რომ არანაირი პირობები არ აქვს და როგორ რატო ვთხოვთ, რომ იტალიას მოვუღოთ. ალბათ იმაზე ნაკლები გქონდა რაგბის კავშირს 90-იანი წლების ბოლოს. არაფერი არ გქონდა პრინციპში რა, ცოცხალი არაფერი არ გქონდა, შიშველი ენთუზიაზმის გარდა. მიიღო იმ კავშირმა გადაწყვეტილება, ჩამოეყვანა უცხოელი მწვრთნელი და გაეხსნა ფანჯარა ევროპაში. ეს გახსნილი ფანჯარა ევროპაში, საფრანგეთში გახდა სტიმული მორაგბეების. კლოცორელმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. უდიდესი როლი ითამაშა და ბიძინა გეგიძის გადაწყვეტილება იყო სტრატეგიული და ზუსტი და ჩემს აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ნაკრების თუნდაც დღევანდელი წარმატებისა, იმიტომ რომ ის გაჭრილი ფანჯარა ევროპაში და სკვერძოდ საფრანგეთში გაჭრილი ფანჯარა დღესაც არის გენერატორი საქართველოს ნაკრების წარმატების და ძირითადი მიზეზი. მეორე ძირითადი მიზეზი ჩემის აზრით ასევე იყო იმავე პერიოდში 90-იანი წლების ბოლოს და ამ საუკუნის დასაწყისში შვიდკაცა რაგბის განვითარება. შვიდკაცა რაგბზე რა ვიცი, დაოსტატ და დახელოვნდა და შემდეგ საფრანგეთის დივიზიონებშიც შევძელით. სხვა შორის მაგ პერიოდში იყო, როცა ყველა ჩვენი ბეკი, ყველა ჩვენი სამმეოთხედელი თამაშობდა პროფესიონალურ კლუბებში, რაც მას შემდეგ, რაც შვიდკაცა რაგბის ყურადღება
შვიდკაცა რაგბისადმი შესუსტდა ეს ფენომენი აღარ არის დავკარგეთ რა, მხოლოდ 2-3 გვყავს დღეს და პირველად სწორედ შვიდკაცა რაგბი გავიდა ქართული კოლექტიური სპორტების ისტორიაში 2001 წელს მსოფლიო თასზე. აი ეს ორი ფენომენი იყო ძირითადი განსაზღვრელი, ერთი ეხა ამ ბოლო დროს სამწუხაროდ მოგვაკლდა და კი, აი შეგაწყვეტინებთ უკაცრავად. სწორედ აი შვიდკაცა რაგბზე მაქვს შეკითხვა და ალბათ ჯობია ამაზე გადავიდეთ პირდაპირ რახან ახსენეთ. აი ჩვენს მეზობლად მყოფი გუნდები, აი რუმინეთი რომ არ ჩავთვალო, ძალიან ძლიერი შვიდკაცა ნაკრებები ყავთ მათ და რეალურად ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე ხაზის თამაშის განვითარებისთვის. ხა მუდმივად არის საუბარი, რომ ხაზის თამაში მაინც მინუსია ჩვენი გუნდის და უფრო მეტი ყურადღება მომავალში ამას უნდა დაეთმოს. რამდენად დიდია შვიდკაცას როლი ზოგადად აი ამ ნაკრებისთვის ხაზის ჩამოყალიბებაში და კონკრეტულად თუ გეგმავთ გამარჯვების შემთხვევაში რაიმე კონკრეტული რეფორმების გატარებას შვიდკაცა ნაკრების განვითარებისთვის. ამიტომ რაღაცა ძალიან დასაკურველია, შვიდკაცის ჩემ პროგრამაში არის ერთ-ერთი მიმართულებაც სანაკრებო რაგბის დონის აწევა და სანაკრებო რაგბის ამ შემთხვევაში მე გულისხმობ როგორც 15 კაცას, ასევე 7 კაცას. 7 კაცას რესურსი ჩვენ გაცილებით უფრო დიდი გვაქვს, ვიდრე აქამდე მიღწეული შედეგი, იმიტომ რომ 7 კაცაში ერთადერთი პრობლემა, რაც 7 კაცას ჰქონდა დღეს იმისათვის, რომ მეტი შედეგისთვის მიაღწია, იყო ის, რომ არ უწევდა სტაბილური შემადგენლობით თამაში. ეს არის საკმაოდ დიდი ხარვეზი მწვრთნელებისთვის, იმიტომ რომ მუდმივად უჭირს მუდმივად ცვალებად შემადგენლობასთან მუშაობა. ეს ხარვეზი უნდა აღმოიფროს. არ არის ეს მარტივი პრობლემა, რო გითხრათ ახლა ვერა უცბად ეცით რა მოდი 7 კაცს, იმიტომ რომ 7 კაცის მოთამაშეები, მათ ყველას პრეტენზია აქვს 15 კაცაში, იმიტომ რომ 15 კაცი უფრო პრესტიჟულად ითვლება და აქედან გამომდინარე, უნდა რაღაცა ის ბალანსი, უნდა სისტემა შეიქმნას, რომ 7 კაცს ხავდეს თავისი მეტნაკლებად სტაბილური შემადგენლობა, რომ წრეების საშუალება მიეცეთ. ეს უნდა გაიაროს ალბათ ყველა შემთხვევაში უკანა ხაზის მოთამაშემ ეს სკოლა ყველა შემთხვევაში უნდა გაიაროს, იმიტომ რომ მათი მომზადებისთვის კარგი იქნება და ნუ მოკლედ ხა ძალიან ბევრი სისტემური ნაბიჯები არის გადასადგმელი ხამის მოყოლა რომ დავიწყოთ ძალიან შესაძლებელი ყავს, მაგრამ 7 კაცა ნაკრებს სჭირდება ოდნავ განსხვავებული მიდგომა, რაც აქამდე იყო და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და გამოსწორდება. ხო, ეს თქვა, კონკრეტულად თუ იგეგმება რამე რეფორმა ამასთან მიმართებაში, რომ კონკრეტულად მეტ ყურადღება დაეთმოს. ჩემის აზრით აუცილებელია შეიქმნას ჯგუფი მოთამაშეების, რომლებიც იქნებიან მხოლოდ 7 კაცა რაგბზე მომართულები, უნდა გაიმართოს. ჩემის აზრით არ იქნება ძალიან რთული, რომ 7 კაცა რაგბის ფესტივალები გაიმართოს. 7 კაცა რაგბი მხოლოდ სანაკრებო დონის ასამაღლებლად არაა, იცით, გამოსაყენებელი რეალურად ვინც არ არის 15 კაცა ნაკრებში, ალბათ ისინი უნდა ჩავრთოთ. ისინი უნდა ჩავრთოთ ზუსტად ამ 7 კაცა რაგბის განვითარებაში, ამ 7 კაცა რაგბის პროგრამაში და ამ მოთამაშეებს ექნებათ რეალური შესაძლებლობა წლის განმავლობაში 10 თუ 15 ტურნირი ითამაშონ, შეხვდნენ ძალიან მაღალი დონის ათლეტებს, ძალიან მაღალი დონის მოთამაშეებს, დაიხვეწნონ, დაოსტატნენ და იქიდან შეიძლება რაღაც 15 კაციანი შემადგენლობიდან 1 ან 2 მოხვდეს ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ 15-ვე დაეხმაროს შიდო ჩემპიონატის წინ წაწევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა დიდი რესურსი ამისთვის საჭირო და ძალიან დიდი შედეგი შეიძლება მოგცეს. ხო, აი თქვენ ახსენეთ შიდო ჩემპიონატი, ამაზეც მინდა რამდენიმე შეკითხვა დავსვა. აი ხა მე ვადევნებდი თვალყურს ბოლო მატჩებს და იგივე რუსული ენისეი, რომელშიც დავით კაჭარავო თამაშობს, ტოპ 14-ის და ინგლისური პრემიერშიპის გუნდები დაამარცხა რუსულმა კლუბმა, სხვა შორის კაჭარავო მორილელო დადო ერთ-ერთ შეხვედრაში და ამ ხრივაც ჩემი აზრით ხა გაცილებით ჩამოვარდებით თუნდაც იგივე რუსეთის ჩემპიონატს და აი ამ მიმართულებით თუ იგეგმება რამე კონკრეტული რეფორმები თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, რა რესურსი ჭირდება ჩემპიონატის განვითარებას და თუ არის ზოგადად აი დღევანდელი რესურსი შესაძლებელი, რომ ჩვენ კონკურენცია გავუწიოთ არა თქვა ტოპ 14-ის და პრემიერშიპის გუნდებს, არამედ აი ჩვენს რეგიონში თუნდაც რუსეთის და უკრაინის და ის სხვა ამ დონის გუნდებს. გოჩა ისევ თქვენი კამერა. კლუბების განვითარების პროგრამა ეს დაწყებულია ძალიან დიდი ხანია. კლუბების განვითარების პროგრამაში აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო და ამან მოგვიყვანა იქამდე აი ხა ილია ლაპარაკობდა ცოტა ხნის წინ და აბსოლუტურად სწორად ამბობდა იმ შეაფასა ის ისტორიული ექსკურსი, რომელიც იყო თქვა ამ საუკუნის დასაწყისში, გასული საუკუნის ბოლოს სამძიმე მდგომარეობა იყო და რომ ეს მოთამაშეები საფრანგეთში და წასულიყო სწორია, აბსოლუტურად შეფასებაში ჩვენ იდენტურები ვართ. უნდა წასულიყო ომის პერიოდში იყო ერთი მინუსი ნაკლი, რომელიც მე შემდგომში მოხდა მისი გამოსწორება, რომ კლუბებს საერთოდ
მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. დღეს კლუბები იმ სწორმა პოლიტიკამ, რომელთაც ამის გამოსწორება მოხდა, კლუბები გაიმართავენ მეტნაკლებად და შეგვიძლია თქვა ჩვენ რომ საქართველოს აქვს სტაბილური შიდა ჩემპიონატი. რაც შეეხება იმას დონე ახლა როგორ გაიზრდება, ჩვენ მიზნად ვისახავთ იმას, რომ ფალკონი დავამარცხოთ თუ არა, ეს ცოტა ისიც იქნება, რომ ჩვენ სისტემურად უნდა შევხედოთ ამას, რომ საქართველოს კლუბებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა სისტემატურად ევროპულ თასებზე და როგორ უნდა მოხდეს? აი კონკრეტულად რა არის ფორმულები, აი ეხლაც, აი დღეს არის ეს შემოთავაზება, რაღაც ახალი ლიგა იქნება კიდევ, რომელიც სხვა ლიგების საკვალიფიკაციო ეტაპად მოიაზრება. აუცილებლად მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ეხლა მოვისმინე მე კრიტიკა წინა გია ნიჟარაძის პერიოდზე, როდესაც ახლდა რომ როდესაც გარკვეული პირები ჩვენი წრიდან იყვნენ, აი რატომ საქართველოს გუნდი ვერ მონაწილეობს იმაში და ეს არის ძალიან დიდი მინუსი. ხა მე მინდა მათ ყველა შევახსენო, რომ რა თქმა უნდა კრიტიკა იოლია, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული თანხები. არის კონკრეტული მოსაზრებები, როგორი გზით უნდა იყოს მოზიდული ეს თანხები, ეს ჩემ პროგრამაში არის ასახული და მე ამის გამკეთებელი ვარ სხვანაირად რო ვთქვათ, რაც შეეხება რა გზებია უფრო გითხრათ? პირველი რიგში კომუნიკაცია სპონსორებთან სწორი. სპონსორებთან გულშემატკივრებთან სწორი, იმიტომ რომ ჩვენ დასაკარგი არც ერთი თეთრი არ აქვს, რა ძალიან ბევრი რაღაცები და ამ სწორი კომუნიკაციის ფორმულებზე ახლა გამიყვან ძალიან შორს წავა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის გასასწორებელი, იმიტომ რომ мотивация თუ სწორად შეიქმნა, მე ვერწმუნდეთ რა სახელმწიფო რასაც აკეთებს და ძალიან კარგად აკეთებს. თქვენ ფიქრობთ რომ კერძო სტრუქტურების ჩართულობაც აუცილებელია? აბსოლუტურად. არის ჩართული დღესაც კერძო სტრუქტურები, მეტი გააქტიურება არის, საჭიროდ მეტი თემატური სწორი მიდგომა და კლუბები აუცილებლად გავლენ, საქართველოს კლუბები, აი ახლა არის სწორედ იმ გადაწყვეტილების მიღების სტადიაში არის ფედერაცია და ხელს უშლის ახლა ამ საარჩევნო რეჟიმი, რომ მოხდეს აი შემოთავაზებული ახალი ფორმულების დამუშავება, წინადადებების გაგზავნა და საქართველოს ნაკრებების გუნდები აუცილებლად უნდა გავიდნენ ევროპულ ჩემპიონატზე. თქვენ თუ გაქვთ რამე კონკრეტული გეგმები აი ჩემპიონატის დონე როგორ შეიძლება ამოხდეს? 20 წელია 95 წლიდან რაც რაგბი პროფესიონალური გახდა. უზარმაზარი ტემპებით მიიწევს წინ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად წინ მიმავალი სპორტი არის სოფლიოში. ამან რაღაც ახალი გამოწვევები არის, რომელსაც უნდა შევხვდეთ, რომელიც უნდა გადავლახოთ და რაც მოგწონს შესაძლებლობას რეალურად რომ განვითარდეთ. ეს ჩვენ კლუბებს ალბათ პირველ რიგში ეხება. ეს პროფესიონალიზმი ნიშნავს მთელი რიგი რეფორმების გატარებას. რა ვიცი კონკრეტულად თუ გაინტერესებთ რა არის პროფესიონალური კლუბი, კოჩა მისაუბრა კომუნიკაციაზე, აუცილებელია ალბათ სტრუქტურული ცვლილებაც, რომ ეს კომუნიკაცია აწარმოოს პროფესიონალმა და არა კლუბებიც უნდა შეიცვალონ ამას გულისხმობთ, მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს, კლუბები უნდა შეიცვალოს, მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით ამის მართვა, თუ არ არის დღეს უნდა შევქნათ ეს კადრები, უნდა შემოვიდეს ვიდეო ანალიზი უნდა იყოს. კიდევ ერთხელ შეგაწყვეტინებ უკაცრავად, რახან კადრებზე ვსაუბრობთ, ესეთი შეკითხვა მექნება. ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა, ასე ვთქვათ, რაგბის პოპულარობა საქართველოში, განსაკუთრებით ამ მსოფლიო ჩემპიონატის მერე, უამრავი ადამიანია განსაკუთრებით ბავშვები, ვისაც უნდა რომ შევიდეს, ითამაშოს რაგბი. აი ამ ზრდასთან ერთად რეალურად არის თუ არა მზად ზოგადად საქართველოს სარაგბო სამყარო, რომ პროფესიონალი და კვალიფიციური თუნდაც მწვრთნელებით, ექიმებით და ასე შემდეგ უზრუნველყოს აი ეს მთელი მასა ადამიანების რომლებიც, ასე ვთქვათ, მიაწყდებიან რაგბს და თუ არ არის და თუ გვაქვს ეს ამ კადრების ნაკლებობა, როგორ უნდა მოხდეს აი ამ კვალიფიციური კადრების აღზრდა. ასეთ შეკითხვა მექნება გოჩა თქვენთან. დღევანდელ ვითარებას გეტყვით, დღეს არის სერიოზული ხარვეზები ამასთან მიმართებაში, ძალიან სერიოზული. იმიტომ რომ მე პირადად მიმაჩნია და ეს მარტო ჩემი აზრიც არ უნდა იყოს წესით, რომ ბავშვთა მემარცხენეობაში დაბალი ასაკის ბავშვთა მწვრთნელების მომზადება უნდა მოხდეს და მათი ლიცენზირება უნდა მოხდეს ცოტა განსხვავებული სისტემით. უნდა იყოს აუცილებლად ბავშვთა ასაკობრივი ფსიქოლოგიის შესწავლა, მე ვიძახი ზოგადი ელემენტარულ დონეზე, იმიტომ რომ 3-თვიანი, 4-თვიანი, ნუ მაქსიმუმ 6-თვიანი კურსები საკმარისია ამისთვის. იგი განათლება უნდა მიიღონ, ხო? პედაგოგიკის, იმიტომ რომ ბავშვებთან ურთიერთობა არის ძალიან სპეციფიური. ბევრი მაღალი დონის მწვრთნელს არ შეუძლია ბავშვებთან ურთიერთობა, ეს არ ნიშნავს, რომ რაგბის კარგად ცოდნა, ავტომატურად ბავშვებთან უშუალოდ. იგივე როგორც მასწავლებელი, ხო ალბათ ფიზიოლოგია კარგად იცოდეს, მაგრამ ყველა ასაკს თავის ფიზიოლოგიური თავისებურებები ახსნავს. ეს ერთი, ლიცენზირების საკითხი შესასრულია. მეორე, სპორტული მედიცინა საქართველოში უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ აქვს. ჯანდაცვასთან ერთად ეს პროგრამა აუცილებლად გასაკეთებელია, არის
შესაბამისი კადრები, რომლებიც წაუძღვებიან ამ თემას, მაგრამ სისტემად შესაქმნელია როგორ უნდა მოხდეს ამათი განვითარება, შემოშება და ეხლა თუ არ დაიწყო ამაზე მუშაობა, ჩვენ 4 წლის მერე იგივეს ვიტყვით რა, იმიტომ რომ ეს არის დროში გაწელილი ერთი წელიწადში ამას ვერ აღმოვხრი. გასაგებია, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ხარ ეს დასაწყებია და თუ ვიტყვით რამეს უფრო კონკრეტულად, თან თქვენი აზრი თუ გაქვთ? უდაოდ ეს არის ბაზა, ეს არის ჩვენი გზა ელიტისკენ. თუ არ გავზარდეთ ბავშვები, თუ არ დავიწყეთ იმ ასაკში მიხედვა პირველ ასაკში, სკოლის ასაკში. ნუ მწვრთნელი უნდა გაზარდო ალბათ პირველ რიგში, სანამ ბავშვს გაჟდი. მწვრთნელების ლიცენზირების პრობლემა არის, შემდეგ მონიტორინგის პრობლემა არის, რომელიც იქნება გადაჭრილი ბავშვთა ჯანმრთელობის და ასევე უსაფრთხოების თემა არის ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეთ ამას. ეს ერთ-ერთი განსაზღვრელი იქნება ასევე ნდობისა, მშობლის ნდობისა, რომ მოიყვანოს თავისი შვილი და დაზღვეული იყოს, რომ არანაირი საფრთხე მას არ ემუქრება. აუცილებელია მწვრთნელთა ლიცენზირება კიდევ ერთხელ ხაზს უსმევ, რომ იყოს რაღაც აკადემიური და უნდა შევქმნათ მეტი კადრი, უნდა ყავდეს მეტი მწვრთნელი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როცა თვითონ მწვრთნელი 30-ან 35 ბავშვს ავარჯიშებს. ხო, ზუსტად ამას უნდა. თან პოპულარული ხდება, კიდევ უფრო იმატებს, ხო, ეს რაოდენობა. 10 მწვრთნელი, 10 ბავშვი, ერთი მწვრთნელი ჩემ პროგრამაში ეს წერია, ეს მიზანი რა. ასეთი შეკითხვა მექნება კიდევ ერთი, აი ძალიან პოპულარულია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რაგბი რეგიონებში, ძალიან ასე ვთქვათ, იმატებს რაგბის პოპულარობა რეგიონებში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გადაცემა, ლევან ჯობა ვაკეთებს ამ გადაცემას და რაგბი გააქვთ რეგიონებში და ძალიან კარგი გადაცემაა და ამ მხრივ არის სერიოზული პრობლემები დღეს, რადგან რეალურად ხა ენთუზიაზმით ბევრი გუნდი არის, სამოყვარულო გუნდებია, მაგრამ ბოლომდე ასე ვთქვათ ისინი ჩართული არ არიან მთლიანად ამ სარაგბო ცხოვრებაში, რასაც ქვია პროფესიონალურ დონეზე და კონკრეტული გეგმები თუ გაქვთ, რომ განავითაროთ უფრო ეს რეგიონები და ამას რა რესურსი ჭირდება? ალბათ სახელმწიფოს მხრიდანაც გარკვეული ხელშეწყობა წესით ჭირდება, რადგან სტადიონები უნდა აშენდეს და ასე შემდეგ. თუმცა კლუბების ჩამოყალიბება, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. იო, ამჯერად თქვენგან დავიწყებთ. ბატონო, აი დავიწყოთ იმით, რომ ზეგ 20 იანვარს 14 საათსა და 30 წუთზე არის პრეზენტაცია ჩემი პროგრამის. ეხა ზოგადად მოგახსენებთ მაინც კონკრეტულად და დეტალურად ამ პროგრამაში შემდეგ იხილავთ ამასაც. ამ პრობლემატიკის გადასაჭრელად ჩემს აზრით პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის რაღაც სტრუქტურული ცვლილებები რომ მოხდეს. თვითონ რაგბის კავშირში ეს დავინახე რომ რაღაც ხშირად ის ემთხვევა ხედვა და მე უბრალოდ უფრო შორს მინდა წავიდე და თქვა რომ აუცილებელია რეგიონალური სარაგბო კავშირების ფედერაციების სახელს შემდეგ მოვიფიქრებთ და არსება ძალიან ცოტა დრო გვაქვს და თუ შეიძლება რომ მოკლედ. დიახ, ესე იგი რეგიონალური ფედერაციების დაარსება, რომლებიც დაკავდებიან უშუალოდ იმ პრობლემატიკის ადგილზე მოგვარებით. ან თვითმმართველობის განვითარება ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრად უფრო მობილური იქნება ყველაფერი, ბევრად უფრო ეფექტურად განხორციელდება. სადრო თბილისიდან წყვეთ, ეხლა თქვათ ნებისმიერ სოფელში რა გაკეთდეს და სადრო იქაურები თავად, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს დაფინანსებაზეც ზოგადად ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ქვეყნის განვითარებისთვისაც ყველა სფეროში, რომ დეცენტრალიზაცია მოხდეს აი მენეჯმენტის. თქვენ რა სიტყვით? რეგიონებს აქვს ძალიან სერიოზული რესურსი. ამ რესურსის გაცოცხლება არის საჭირო. რაც შეეხება სტადიონებს, არის მეორე მიდგომა იაფი სტადიონები, იმიტომ რომ აი მაგალითისთვის ვიტყვი რა, აჭარას ზღვისპირეთს აქვს უნიკალური რესურსი, სადაც შეიძლება არაფრით ფანტასტიკური, კარგი სავარჯიშო პირობები შექმნა და დღესაც არსებობს ეს პირობები. რატო? ბუნებრივი დრენაჟია იქ, დანამატებით თანხები საჭირო არ არის. ანუ ეს სწორი ადგილები და ბალახიანი ადგილები ჩვენ საქართველოში მადლობა ღმერთს გვაქვს. ყველა რაიონს აქვს ამისთან ადგილი და მოედნის გაკეთება ყველგან შეიძლება. ვეთანხმები და აბსოლუტურად 100 არის. მე კახეთის რო ვიყავი, უთხარი კიდევაც რომ გამარჯვების შემთხვევაში მე თებერვალში მე ჩამოვალ და კახეთის პრობლემებს აქ ადგილზე შევისწავლეთ. რაც შეეხება იმას, მე ვინ გამოვავლინოთ იქ, რა ფორმით მოხდეს ეს სისტემის დაბაგება, ჩემი სპეციალობაა და ამის მეტი არაფერი არ ვიცი, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ეს პრობლემა არ არის. სისტემურად უნდა შეიცვალოს ძალიან ბევრი რამ და ის რესურსი, რომელიც გვაქვს რეგიონებში თუ სხვა სახით თუ კომუნიკაციის სახით, ეს ყველაფერი უნდა გავაცოცხლოთ. დიდი მადლობა. აჭარასა დაკავშირებით მინდა ის თქო მე არ აღნიშნავ რო არ თქვან ეს არის ნახდათ ეს შესაძლებლობა რომ იქაური ბუნებრივი
რესურსები გამოვიყენოთ და დრენაჟი იყოს, მაგრამ ასევე ბუნებრივი მოვლენების გამო ძირითადად წვიმას უჩივიან და ითხოვენ ხელოვნურ მოედნებს. ნუ ეს უკვე თუმცა წვიმის პირობებში დრენაჟი არის იდეალური, როდესაც მე მაქვს მაგ. დიდი მადლობა ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოვიწურა. ძალიან საინტერესოა საუბარი, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი შეკითხვა არის. წარმატებებს გისურვებთ ამ მოხლებულ არჩევნებში, ორივეს გისურვებთ წარმატებას. რაც მოვიყვანეთ ძირითადად ემთხვევა თქვენი მოსწრებები და კარგია რომ ზოგადად რაგბზე და სტრატეგიაზე გვიწევს დღეს საუბარი და არა, თქვათ რაღაცა პოლიტიკურ და სხვა თემებზე, რაც ყოველთვის არასასი ამოვნოა ხოლმე ნებისმიერ სპორტში. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და ჩვენ უნდა გავიდეთ სარეკლამო პაუზაზე, რის შემდეგაც დავბრუნდებით ძალიან საინტერესო თემებით და სიუჟეტებით.